საგარეო საქმეთა სამინისტრომ სტამბულში საქართველოს საკონსულოსგან თურქეთში საქართველოს ორი მოქალაქის მძიმე ბრალდებით დაკავებასთან დაკავშირებით ოფიციალური შეტყობინება მიიღო. საქართველოს მოქალაქე ვიოლა ოჩხრიკიძე საკუთარი 9 წლის გერის მკვლელობაშია ეჭვმიტანილი. მკვლელობის ხელშეწყობასა და მონაწილეობაში ბრალდებულია ვიოლა ოჩხრიკიძეს შვილი ეკატერინა ოჩხრიკიძე. დედაშვილი სტამბულის წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფებიან. თურქული მედიის ცნობით დაკავებულებმა გამოძიებას უკვე მისცეს ჩვენება, საიდანაც ირკვევა, რომ დანაშაულს ვიოლა ოჩხრიკიძე საკუთარ თავზე იღებს. მკვლელობის დღეს ეჭვმიტანილმა 9 წლის მოზარდს ჩაქუჩი თავში რამდენჯერმე ჩაარტყა. შემდეგ კი სხეული დანით დაანაწევრა, რის შემდეგაც საკუთარ შვილთან ერთად ცდილობდა დანაწევრებული სხეულის თავიდან მოშორებას. საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის უფროსის გიორგი ტაბატაძის განცხადებით, სასამართლოს პირველი პროცესი გუშინ გაიმართა და გაურკვეველი ვადით გადაიდო. გუშინ გაიმართა პირველი მოსმენა სასამართლოსი, საბოლოო გადაწყვეტილება სასამართლოს მიერ არ მიუღია. გუშინვე ჩაინიშნა მორიგის ხდომის ვადა 3 დღის განმავლობაში უნდა შემდგარიყო მორიგის ხდომა, მაგრამ დღეს ახლა ხანს მივიღეთ ინფორმაცია, რომ ეს ხდომა გადაიდო გაურკვეველი ვადით, ასე რომ როდის შედგება მორიგის სასამართლო პროცესი ჯერჯერობით უცნობია. რაც შეეხება თვითონ მკვლელობის მოტივს, ამის თაობაზე ჯერ ჩვენს საკონსულოს ინფორმაცია არ მიუღია